FDI-ის შემცირების მიზეზებსა და რა თქმა უნდა მოსალოდნელ შედეგებზე უკვე ჩვენ სტუმართან ერთად უნდა გავაგრძელოთ საუბარი. გიორგი სეთურიძე, საინვესტიციო პროექტ Camex Airlines-ის ხელმძღვანელია ჩვენთან ერთად. ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა. სიუჟეტშიც ვნახეთ, მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნა სტატისტიკის სამსახურმა ოფიციალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც 7.7%-იანი შემცირება ფიქსირდება პირდაპირ უცხოური ინვესტიციების. პირველ რიგში ძალიან საინტერესოა ეს შედეგი თქვენთვის, რამდენად მოსალოდნელი იყო და რაც მთავარი არის ამ ნაწილში, მიმდინარე წლის ჭრილში უკვე ეს არის კვარტალური შედეგები, წლიურ ჭრილში როგორი გაქვთ მოლოდინები ამ ნაწილთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ პირველი კვარტალი არასოდეს არ გამოირჩევა აქტივობით, როგორც საერთაშორისო ინვესტიციების კუთხით, ასევე შიდა ინვესტორების აქტივობაც საკმაოდ დაბალი არის ხოლმე. მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო, ასე ვთქვათ, დონეზე და მსოფლიოში საკმაოდ დიდი რყევები მოხდა. იცით ალბათ ამერიკის სატარიფო ომები, რამაც ზოგადად მთელ მსოფლიოში საინვესტიციო პროგნოზები და ამინდები, ასე ვთქვათ, სერიოზულად შეცვალა. მე ვთვლი, რომ პირველ რიგში ალბათ ეს არის იმის განპირობებელი, რომ მოხდა რაღაც შეფერხებები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არის სხვა განცხადებებიც, რომლებიც გვაჩვენებს, რომ საკმაოდ სხვილი მოთამაშეები, რომლებიც რისკების შეფასებას არა მარტო ბიზნესის კუთხით, არამედ გეოპოლიტიკური, პოლიტიკური და სხვა კუთხითაც აკეთებენ, საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადადგეს. ეს არის თუნდაც მშრალი პორტი, ეს არის თუნდაც აჭარაში ძალიან დიდი ინვესტიცია ახლა აღმოსავლეთიდან და რაც ერთ-ერთი ყველაზე ვთქვათ, კარგი ფაქტია, ამერიკის ყველაზე დიდი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო ფონდი BlackRock-ი საქართველოს საფინანსო ბაზარზე შემოდის. ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგადად არანაირი ხელმოსაკიდი ფაქტი ის, რომ საქართველოში რაიმე გაუარესებული არის, არ არსებობს, მაგრამ ამავე დროს კლება განპირობებული უფრო შეიძლება ვთქვათ, რომ არის საერთაშორისო ზოგადი. თუმცა, ბატონო გიორგი, გარკვეულწილად ვიზიარებ თქვენს პათოსს, თუმცა ამ რეალობაში ჩვენ გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის გაუარესებული სტატისტიკა, პირველი კვარტლის მონაცემს თან სდევს ეს ბოლო წლების სტატისტიკა, სადაც ნეგატიური სიგნალი გვაქვს FDI-ის მაჩვენებელთან მიმართებაში და ეს მხოლოდ მიმდინარე წლის დინამიკა არ არის. რას უკავშირდება მაშინ ბოლო წლებში, შეგვიძლია ვიხმაროთ ქრონიკულად გაუარესებული ინვესტიციების შემცირების დინამიკა? იცით რა, რთულია ვისაუბროთ მხოლოდ ერთ პარამეტრზე, რაც არის საერთაშორისო ინვესტიციები და უგულებელყოთ და რატომღაც უნდა მასე ხდება ადგილობრივი ბიზნესის მიერ რეინვესტირებული და ინვესტირებული თანხები. როდესაც გვექნება ეს ორი ციფრი და შესაძლებლობა გვექნება, რომ შევადაროთ ესენი ერთმანეთს, მე მართლა ვიტყვით რა შემცირდა და რა არა. აქ პირდაპირ აბრევიატურაში ჩანს, რომ პირდაპირი, ანუ პირდაპირი შეიძლება შემცირდა, მაგრამ არა პირდაპირს რა მოვიდა. რა მოვიდა, თუნდაც შეგვიძლია ავიღოთ მონაცემები მოგების გადასახადის, ასე ვთქვათ, მოგების რეინვესტირების კუთხით რამდენი არის თანხა. საწესდებო კაპიტალი რამდენად არის შევსებული, ბანკებმა რამდენი დააბანდეს პირველ კვარტალში რამდენით მეტი ანაკლები. ასე რომ ესე ცალსახად რამის თქმა არ შეიძლება და ასე ვთქვათ, მარჩიელობას დავარქმევდი ამას, რაღაცას დავაბრალოთ მაინც და მაინც. კი ბატონო, ძალიან საინტერესო გარემოებას შეეხეთ რეინვესტირების მიმართულებით. პრინციპში არსებული ინვესტიციის 83% მოდის რეინვესტირებაზე. ეს პრინციპში დადებითი მიმართულება არის ინვესტორებმა მოგება შეიძლება ითქვას რომ ჩააბრუნეს ისევ ბიზნესში, რაც ძალიან კარგია, თუმცა მეორე კუთხით თუ შევხედავთ, ახალი უცხოური ვალუტის შემოდინება არის მინიმუმამდე დასული. თუმცა არ უნდა განვიხილოთ ალბათ ინვესტიცია მხოლოდ როგორც უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო, ეს შეიძლება განხილული იქნას როგორც გარკვეულწილად ტექნოლოგიური სიახლე ქვეყნისათვის. აი ამ ნაწილში როგორ შეაფასებდით ამ ნაწილს და რამდენად შეიძლება შეფასდეს მისი ავკარგიანობა, როგორც რეინვესტირების ნაწილში, ისე ახალი კაპიტალისა და ტექნოლოგიების დანაკლისის ნაწილში. მოდი ესე ვთქვათ, საინვესტიციო
გარემო ზოგადად და ბაზარი არის საკმაოდ დივერსიფიცირებული თავისი მასშტაბურობის კუთხით. არის ბიზნესები და საინვესტიციო პროექტები, სადაც ადგილობრივი ბიზნესი თავისუფლად უმკლავდება და არის ისეთი საკმაოდ მიმზიდველი სფეროები, რისი გამკლავებაც ჩვენ არ შეგვიძლია, თუნდაც საკრედიტო რესურსებთან წვდომის არსებობის გამო, თუნდაც ძვირიანი რესურსის გამო და ასე შემდეგ. აი აქ ზუსტად ამ შემთხვევაში გვჭირდება ჩვენ უცხოური იაფი კაპიტალი. და ამას ვიძახით ჩვენ ზუსტად და ამ ინვესტიციებს. ჩვენ ახლა რაც ვიცით, საკმაოდ სერიოზული პროექტები ამ წელს დაანონსდა და დაანონსდება და ალბათ განხორციელებას დაიწყება. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე ეს ციფრი შეიცვლება დადებითისკენ და სულ სხვა სურათი გვექნება. კი ბატონო, აუცილებლად მინდა შევეხო საინვესტიციო დარგებსაც ამ მიმართულებით, თუმცა მანამდე მოდი უბრალოდ ზოგადი ანალიზი გავაკეთოთ თავად ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის. დღეის მდგომარეობით საქართველო რამდენად მიმზიდველია ახალი ინვესტიციებისათვის, ინვესტორების დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი როგორი არის და რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იჩენენ განსაკუთრებულ ინტერესს ამ რეალობაში თუ არის ასეთი. ჩვენ ბევრი რომ არ ვიმარჩიებოთ კიდევ ერთხელ არსებობს რეიტინგები, საინვესტიციო რეიტინგები. კი ბატონო. სხვათა შორის სადაც მაინც ბოლო პერიოდში გაუმჯობესება არ გვიფიქსირდება პოზიციებში. გაუმჯობესება არ გვიფიქსირდება და საერთოდ რეგიონში არავის არ ვიფიქსირდება არანაირი გაუმჯობესება და ჩვენ ზუსტად იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის და არის თუ არა ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული თუ ზოგადად რეგიონზე, რომ ეს საინვესტიციო გარემო შეიცვალოს და თქვათ გახდეს უკეთესი. არ ვართ შერჩერობით ამ მაჩვენებლით საინვესტიციო ქვეყანა. მართალია. მაგრამ ვართ მაღალი რისკის, ვთქვათ, მაღალი რისკის ქვეყანა ვართ და მოდიან ზუსტად ის ინვესტორები, ვისაც აქვთ ეს რისკი მთლიანად ნაწილობრივ გადაფარული. ეს ხდება რამოდენიმე, ვთქვათ, ხერხით, შეიძლება მყარი გარანტიები იყოს გაცემული, შეიძლება სახელმწიფო გარანტიები იყოს გაცემული, შეიძლება სხვა სახის რაიმე გარანტიები იყოს გაცემული, ან უბრალოდ იქნას იყოს დაზღვეული მაღალ შემოსავლიანობის, ვთქვათ, ხარჯზე. ასე რომ კიდევ ერთხელ ცალსახად საუბარი ძალიან რთულია, გვაქვს აბსოლუტურად ურთიერთგავამრიცხავი ფაქტები, კიდევ ერთხელ როცა BlackRock-ი შენს ძირითად საბანკო სექტორში 5% აბანდებს, ეს არის მე მგონი საკმაოდ კარგი ნიშანი იმის, რომ საფინანსო სექტორს არაფერი არ დაემართება და თუ საფინანსო სექტორს არაფერი არ დაემართება, საფინანსო სექტორი პირდაპირ არის მიგული ბიზნესზე და ბიზნეს აქტივობაზე, ხო? ანუ პირდაპირ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი ანალიტიკა გვაჩვენებს იმას, რომ საქართველოს განვითარება აქვს წინ. კი ბატონო გიორგი, სახელმწიფოს გარანტიები ახსენეთ და ჩვენ გვახსოვს არც დიდი ხნის წინ გაჟღერებული განცხადებები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ასე ვთქვათ მასშტაბურ პროექტებში სახელმწიფოს უნდა კონდეს საკონტროლო პაკეტი. ზოგადად ამ მიდგომასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ და რამდენად რელევანტურია თანამედროვე საინვესტიციო საზოგადოებაში და რამდენად მიმზიდველია თანამედროვე საინვესტიციო საზოგადოებისათვის მსგავსი მიდგომები? სახელმწიფო აკეთოს ბიზნესი, ზოგადად მიდგომა რამდენად აინტერესებს დღეს ინვესტორს. სახელმწიფოს ბიზნესი ჩარევა რამოდენიმე, ასე ვთქვათ, კუთხით შეიძლება მოხდეს. შეიძლება მოხდეს სუბსიდირება. არ ქონდეს სახელმწიფოს არანაირი, ასე ვთქვათ, ეკონომიური ინტერესი ამ პროექტში, მაგრამ უბრალოდ სუბსიდია დაასუბსიდიროს ეს დარგი ან კონკრეტული კომპანია შემიძლია ბევრი მაგალითი მოვიყვანოთ. შეიძლება სახელმწიფო მისცეს კომპანიას საკმაოდ ძვირადღირებული პროექტები და აქაც ასე ვთქვათ გადაარჩინოს და ისევ რაღაცა დონის სუბსიდია გაუკეთოს.
ჩვენ შემთხვევაში თქვენ რასაც ხა გულისხმობთ ეს ანაკლის სპორტი გაუცხადებლობაში დარწმუნებული ვარ და ანაკლის სპორტის შემთხვევაში რომ ყოფილიყოს და რომ იყოს დღეს ინვესტორი რომელსაც არ ჭირდება ასე ვთქვათ ეს გარანტიები მაშინ რა თქმა უნდა დიდი ხნის აშენებული იქნებოდა ეს სპორტი ეს ანაკლის სპორტი საკმაოდ კომპლექსური თემა არის ძალიან დიდი თემა არის და მე ჩემ თავს უფლებას მივცემ კომისიაში ამ სპორტის და ზუსტად ვიცი რა ჭირდება ამ სპორტს და რა იყო ხელშემშლელი ფაქტორები ასე რომ თუ სახელმწიფო პირველ ეტაპზე მიიღებს აქ მონაწილეობას გახდება ასე ვთქვათ აი ამ რისკების ნაწილობრივ მაინც გადამფარველი და მომავალში ექნება გასვლის პოლიტიკა ალბათ საკმაოდ გამართლებული ტაქტიკა იქნება კი ბატონო, ძალიან საინტერესო გარემოებას მინდა შევეხო. ჩვენ ვახსენეთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ინვესტიციების ნაწილში. ხარისხობრივ ჭრილში მინდა გკითხოთ ახლა ჩვენ ბოლო პერიოდში გვესმის ძალიან ხშირად მოსაზრებები, რომ მაგალითად დასავლური ბაზრებიდან შესაძლებელია ქვეყანა გადაერთოს აზიურ ბაზრებზე და აზიელი ინვესტორები უფრო დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყნით. ხარისხობრივ ჭრილში, თუნდაც ტექნოლოგიურ ჭრილში დასავლური ინვესტიციის ხარისხი და აზიური ინვესტიციების ხარისხი რამდენად თანხვედრაშია ერთმანეთთან და ამ ნაწილში რამდენად შეიძლება მათი ერთ სიმაღლეზე დაყენება დღის მდგომარეობით. მოდი გავყოთ ზუსტად ვთქვათ რა არის დასავლური და რა არის აღმოსავლური და აზიური. რომელი აზიური? თქვენ ჩინეთს გულისხმობთ თუ მაგალითად ემირატებს თუ აზერბაიჯანს და სომხეთს? თუ იყოს ჩინეთი, კორეა, ნებისმიერი აზიური ბაზარი, კი ბატონო. მე ჩემის აზრით დღესდღეობით ჩვენ გვჭირდება მაღალტექნოლოგიური საწარმოები. მაღალტექნოლოგიურ საწარმოებში ინვესტიციას დღეს კორეული და ჩინური კომპანიები გაცილებით უფრო თავისუფლად აკეთებენ ვიდრე დასავლური კომპანიები. რაც მართალია და იგივე მაგათ იმ დასავლეთშიც ინვესტიციები დღეს ინვესტიციების ძალიან დიდი ნაწილი ჩინურ და კორეულ და იაპონურ კომპანიებზე მოდის. ასე რომ ამ კუთხით არჩევნის წინაშე არ ვდგევართ, არის უბრალოდ რეალობა. რომ თუ თქვათ დღეს საქართველოში თუნდაც მწვანე ენერგეტიკაში, თუნდაც რაიმე ტექნოლოგიურ წარმოებაში ვინმე სურვილი გაუჩნდება, რომ რაიმე ინვესტიცია გააკეთოს, ეს ალბათ უმეტესწილად იქნება აზია. კი ბატონო, ბოლოს თქვენ მოლოდინები ახსენეთ დასაწყისში, თუმცა ამ ნაწილში მე მინდა უფრო მეტი მკაფიობა შევიტანო და ძალიან საინტერესო იქნება თქვენი ხედვა ამ ნაწილში. როგორც მიმდინარე წელს, ისე საშუალოებიან პერსპექტივაში ძალიან საინტერესო არის FDI-ის ნაწილში თქვენი მოლოდინები. როგორი მოლოდინები გაქვთ ამ ნაწილში და იგივე ჩვენ გვახსოვს მაგალითად ემირატებიდან დაანონსებული 6 მილიარდიანი ინვესტიცია და ასე შემდეგ. აი ამ მასშტაბურ დაანონსებულ პროექტებზე როგორი არის თქვენი მოლოდინი, რამდენად რეალისტურია და თუ რეალისტურია დროის რა პერსპექტივაში განიხილავთ რეალური ნაბიჯების გადადგმას. საქართველოს ბიზნეს გულისხმობს, სადაც საინტერესო იქნება უცხოელებისათვის ფულის დაბანდება და ინვესტიცია, ალბათ უფრო იქნება მაღალი ტექნოლოგიები და ლოგისტიკა, ანუ ტრანსპორტი და მათთან დაკავშირებული ყველა ინფრასტრუქტურა. მხედველობაში მაქვს როგორც პორტები, ასევე სხვა სახის ტრანსპორტი, მათ შორის ავიაცია და აეროპორტი. იმედი მაქვს, რომ აი ეს დაანონსებული პროექტები ამ კუთხით ძალიან მალე დაიწყება მათი განხორციელება და აქ ზუსტად უცხოური კაპიტალი, მხოლოდ უცხოური კაპიტალი იქნება მიზანშეწონილი რომ შემოვიდეს. ასე რომ იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება საკმაოდ დადებითი დინამიკით და ამას ჩვენ ალბათ მალე დავინახავთ. კი ბატონო და ბოლოს მინდა გკითხოთ დარგებთან დაკავშირებით ბატონო გიორგი დღეს მდგომარეობით რომელი დარგები არის ყველაზე ასე ვთქვათ მიმზიდველი ინვესტორებით ჩვენ გვახსოვს რამდენიმე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი რომელიც ვერ განხორციელდა შემდგომში ამ დავებმა არბიტრაჟშიც გადაინაცვლა
დღეის მდგომარეობით ამ ყველაფრის ფონზე და ამ ზოგადად არბიტრაჟები ხმაინც დადებითად არ მოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე. აი ამ ასე ვთქვათ გამოწვევების გათვალისწინებით დღეის მდგომარეობით ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი სექტორები, საინვესტიციო სექტორები რომელი არის ჩვენს ქვეყანაში? რახან შეეხეთ თქვენ ამ პროექტებს მინდა მაშინ ჩემი აზრიც მოგახსენოთ. ეს პროტესტები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, იყო როგორ გითხრათ, ძალიან საკმაოდ პოლიტიზირებული. კი ბატონო. არა მარტო ენერგეტიკაში პროექტები, არამედ ბევრი სხვა პროექტი, რომელიც ესე არ გაჟღერებულა, ხმამაღლა იქნა დაბლოკილი ქვეყნების მიერ, რომელსაც უბრალოდ არ აწყობთ, რომ ეს პროექტები განხორციელდეს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, მაგალითად თუშეთის ახალი გზა, რომელიც ჩვენს მიერ შეთანხმებული იყო, სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული იყო როგორც რეგიონალური დამაკავშირებელი, არა კომერციულად ახლა ამ გზას ესეთნაირად ვერასოდეს ვერ დავთვლიდით რამხელა ეკონომიური ეფექტი ექნებოდა მას, მაგრამ ჩვენ გვაქვს მოწყვეტილი რეგიონი, რომელიც ფაქტიურად უკონტროლოდ არის რამოდენიმე თვე წელიწადში და პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო მასთან ქონოდა კავშირი. მაგრამ არის მეზობელი ქვეყანა, რომელსაც უსხვა გეგმები აქვს და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ კონკრეტული ორგანიზაციები ძალიან აქტიურობდნენ და შექმნეს საკმაოდ მცდარი ასე ვთქვათ აღქმები ამასთან დაკავშირებით. იგივე მოხდა ზუსტად აქ ენერგეტიკაშიც. თუ ჩვენ გვყავს სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც ერთ შემთხვევაში ვაღიარებთ და მეორე შემთხვევაში დავობთ მათ დასკვნებზე და არ ვაღიარებთ, ეს უკვე ჩვენშივე გამოდის, რომ არის ორმაგი სტანდარტები და ამას ჩვენ ვერ ვამჩნევთ. სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც ჩვენ ვენდობით და ფულს უხდით, ასე ვთქვათ, ექსპერტები მიყავს მხედველობაში. მათი დასკვნები და ასევე საერთაშორისო დასკვნები საშუალებას იძლევა, რომ გაიცეს მშენებლობაზე დადებითი შეფასება და ნებართვა, რატომ უნდა მოხდეს ეს შემდგომ ასე ვთქვათ ამ საკითხებს ეს სახით გაპროტესტება და გაჩერება. სახელმწიფომ ძალიან სერიოზულად იზარალა ამ კუთხით, თუნდაც იგივე შემოდინებებზე მაქვს უცხოური საინვესტიციო შემოდინებებზე და ამ შემთხვევაში გეთანხმებით. ესეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს. მაშინ სახელმწიფომ როგორ უნდა იმოქმედოს? აი აქ შემდეგი კითხვა ჩნდება. რა უნდა გააკეთოს? ანუ რა ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ ეს მცდარი აღქმები გააბათილოს? ალბათ ისე მეტი კომუნიკაცია, ალბათ მეტი ინფორმაციის გაცემა და ესეთი პროექტების უფრო სერიოზულად დაცვა თვითონ საინფორმაციო, ასე ვთქვათ, ველზე. ყველას გვჭირდება და ძალიან გვჭირდება და აი როგორ რაღაცა იცით ხანდახან ამაზე ხუმრობთ ხოლმე, მაგრამ ყველა ქართველს უნდა რომ იყოს მდიდარი, მაგრამ ამავე დროს ვევძვით მდიდრებს და სიმდიდრეს. აი ეს ნონსენსიც რაღაცნაირად უნდა ჩვენ თავში შევაფასოთ და ვერასოდეს ვერ გავხდებით ასე ვთქვათ, აი ეს ვერ ვიამაყებთ ვერაფრით ახლით, თუ არ მივეცით საშუალება და ხელი არ შეუწყეთ ელემენტარულად, თუნდაც ხელი არ შეუშალეთ მათ, ვინც ენთუზიაზმით არის ენთუზიაზმით ეკიდება ესეთ პროექტებს. აი დღესდღეობით საქართველოში განხორციელდა რამოდენიმე პროექტი, რომლის ანალოგი ევროპაშიც არ არის. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად ყაზბეგის გვირაბი. ამ დიამეტრის და ამ სიგრძის გვირაბი ტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, საკმაოდ ტექნოლოგიურად რთულად გასაკეთებელია და ერთადერთია მსოფლიოში. ეს არ გვიხარია. მაგრამ ალბათ გაგვეხარდება რაღაცა თუ გავიგეთ, რომ იქ რაღაცა ჩამოიშალა ან ჩამოიგრა, რომელიც პრობლემა არ არის, მომავალში გააკეთო, მაგრამ იმ რეზონანსი იქნება ამას, რომ გვეგონება, რომ ეს არის მთავარი ჩვენი პრობლემა. ასე რომ, მე მგონი, რომ საინფორმაციო ველი საკმაოდ უარყოფითი
მუხტით არის დღეს დატვირთული და ჩვენი თავარი ალბათ მიზანი არის რომ ამაზე ვიმუშაოთ. მადლობა ბატონო გიორგი თქვენ ვრცელი ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენებ გიორგი სეთურიძე საინვესტიციო პროექტი Amex Airlines-ის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით.